ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და მისი მთელი გუნდი ჩინეთიდან გაფრინდნენ. და იმისთვის რომ გავიგოთ აშშ-სა და ჩინეთს შორის ნდობის დომე, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების საიდუმლო სამსახურმა დონალდ ტრამპის მთელ გუნდს დაავალა, ჩინეთის მხრიდან მიღებული ყველა საჩუქარი სრულად გადაეგდოთ. თუმცა ორი დღე მოლაპარაკებები დონალდ ტრამპის დელეგაციაში ამერიკის უმსხვილესი კომპანიების 17 აღმასრულებელი დირექტორი. და მაინც გარკვეული სავაჭრო შეთანხმებები დაიდო. და გამოჩნდა დონალდ ტრამპისა და სი ძინპინის ერთობლივი განცხადებები ირანთან ომზე, უკრაინასა და ტაივანზე. თუმცა რა თქმა უნდა უცნაური ამბებიც არის, მაგალითად, სავაჭრო შეთანხმებების დადება, რადგან ზოგიერთი კომპანია აშკარად მოგებული დარჩა, ხოლო სხვები მიუხედავად იმისა, რომ შეთანხმება დასრულდა, მოულოდნელად დაკარგეს თავიანთი პოზიციები საფონდო ბირჟაზე. მოკლედ ამ ყველაფერს ამ გამოშვებაში მოგიყვებით. ამ გამოშვებაში ჩვენ ერთად განვიხილავთ დონალდ ტრამპის ვიზიტის შედეგებს ჩინეთში დღის წესრიგის თითოეული პუნქტის მიხედვით. მე ვარ ალექსეი პეჩი, მოდით ერთად განვიხილოთ ეს თემა. მაგრამ სანამ დავიწყებთ, გთხოვთ გამოიწერეთ ეს YouTube არხი, დაალაიქეთ გამოშვება და დაწერეთ გთხოვთ ნებისმიერი თქვენი კომენტარი ამ ვიდეოს ქვეშ. ეს ძალიან ეხმარება კონტენტის პოპულარიზაციას YouTube-ზე. ამისთვის ძალიან თქვენი მადლიერი ვიქნები, რათა რაც შეიძლება მეტმა მაყურებელმა შეძლოს ამ გამოშვებების ნახვა. გარდა ამისა, გამოიწერეთ ჩემი Telegram არხი Pechi News-ი, ბული მასზე მოცემულია ამ ვიდეოს აღწერაში. მოდი დავითხოვთ იმ სცენით, რომელიც ბევრად მეც ამბობს, ვიდრე ნებისმიერი ოფიციალური განცხადება. ესე იგი, პარასკევს დონალდ ტრამპმა და სი ძინპინმა გასეირნეს ჩუნანჰაის სამთავრობო კომპლექსის ბაღებში. ეს არის ჩინეთის კომუნისტური პარტიის ხელმძღვანელობის საიდუმლო რეზიდენცია, სადაც უცხოელებს თითქმის არ უშვებენ. ესე იგი, ტრამპი სი ძინპინთან ერთად ამ ბაღში დადიოდა, ყვავილებს უხურებდა და უცებ ამბობს, ციტირებას ვახდენ ზუსტად, ყველაზე ლამაზი ვარდებია, რაც ოდესვე ვინმეს უნახავს. სი ძინპინმა გაუღიმა და დახპირდა, რომ ამ ვარდების თესტს გამოუგზავნიდა. ეს არ არის მეტაფორა. ეს სიტყვასიტყვით ისაა, რითაც დასრულდა 2 დღის ისტორიული სამიტი, 2 ძესახელმწიფოს შორის. ეს არის ვარდების თესლი. და კიდევ ერთი კითხვა, დონალდ ტრამპისგან სი ძინპინს. ყავდა თუ არა მას სხვა პრეზიდენტები ამ ბაღში, თუ დონალდ ტრამპი პირველი იყო. სი ძინპინმა კვლავ გაუღიმა და უპასუხა. არა, დონალდ ტრამპ, შენ პირველი ხარ. ამ ვიზიტის მთავარი დასკვნა შეიძლება ასე ჩამოყალიბდეს. ბოლო 2 დღის თბილი საჯარო დემონსტრაცია მალავდა ჯიუტ რეალობას. თითქმის ყველა ძალა, რომელიც ამერიკა-ჩინეთის ურთიერთობებს აყალიბებს, მათ სრულიად განსხვავებულ მიმართულებებში ეკაჩება. ტრამპმა ვიზიტი განახორციელა. ტრამპი ჩინეთთან მჭიდრო კავშირებში არ არის. 10 წლის ბიზნესისა და ტექნოლოგიური განცალკევების განცალკევების შემდეგ, რომელსაც დიდწილად თავადვე ჩაუყარა საფუძველი თავისი პირველი საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში, ეხლა კონკრეტული შედეგები. ან მათი არ არსებობა. მაშა სადამე ვაჭრობა. დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს ვიზიტის შემდეგ შემდეგი განუცხადა. ჩვენ დავდეთ ფანტასტიკური სავაჭრო შეთანხმებები. და აი აქ მაგალითად CNN-ი სამიტის შედეგების შესახებ მასალაში შემდეგს წერს. აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი პეკინიდან გაფრინდა ყოველგვარი დაუყოვნებელი ნიშნის გარეშე, იმისა რომ აშშ-მა და ჩინეთმა მოაგვარეს ძირითადი პრობლემები, რომლებიც არასტაბილურ ურთიერთობებს სწავლობს. რა კონკრეტულად მოხდა აქ? ჩინეთმა დათანხმდა შეიძინოს სულ 200 ბოინგის თვითმფრინავი. დიახ, 200 ბოინგის თვითმფრინავი. თითქოს გამარჯვება. წარმოიდგინეთ, 200 თვითმფრინავი ასეთი უდიდესი გარიგებაა. მაგრამ აქ მნიშვნელოვანი დეტალია. იმიტომ რომ ბაზარი ელოდა არა 200, არამედ 500 თვითმფრინავს. სწორედ ეს ციფრები განიხილებოდა დონალდ ტრამპისა და სი ძინპინის სამიტის მომზადებისას. მაგრამ ამერიკელებმა მიიღეს კონტრაქტი 200 თვითმფრინავზე 500-ის ნაცვლად. და აქ უცებ ბოინგის აქციები ამ განცხადების შემდეგ არ გაიზარდა, არამედ პირიქით 4% დაეცა. აი ესეთი შედეგი თითქოს ყველაზე დიდი გარიგებისა. მეორე კონკრეტული შედეგი ეს არის ვიდეო კარტები. აშშ-მა დათანხმდა ჩინეთისთვის ძლიერი NVIDIA-ს ვიდეო კარტების მიწოდებაზე. Для искусственного ეს იყო პირდაპირი პასუხი წლების განმავლობაში ჩინეთში ნახევარგამტარების ექსპორტზე არსებულ შეზღუდვებს. ჯენსენ ჰუანი. ეს არის NVIDIA-ს კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი, შემთხვევით არ აღმოჩნდა დელეგაციის შემადგენლობაში ტრამპთან ერთად. ეს მისი პირადი გამარჯვებაა, კონკრეტული და გაზომვად. მაგრამ ამავე დროს აშშ-ში სავაჭრო წარმომადგენელმა ჯეიმის ენგრირმა მხოლოდ ის თქვა, რომ, ციტატა, აშშ-ში ელოდება ჩინეთის შესყიდვების ზრდას. ციფრებისა და თარიღების გარეშე. შედეგად, ეს ორი პოზიცია ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან. ტრამპი ყურადღებას ამახვილებდა სწრაფ შედეგებსა და კონკრეტულ გარიგებებს.
მაშინ როცა სი ძინპინი საუბრობდა ურთიერთობების გრძელვადიან სტაბილიზაციაზე, ეს კლასიკური განსხვავებაა ორ ადამიანს შორის, რომლებიც მაინც სხვადასხვა საკითხზე საუბრობენ, თუმცა ამას ერთ სიტყვას, მოლაპარაკებებს უწოდებენ. მაგრამ ყველას მიზნები სრულიად განსხვავებულია. ტრამპს სურდა ნოემბრის კონგრესის არჩევნებამდე გამარჯვების გამოცხადება. სი ძინპინს კი უბრალოდ ჩინეთის პოზიციის გამყარება სურდა, როგორც მთავარი მოლაპარაკებების პლატფორმა. და 5 დღის შემდეგ ვლადიმირ პუტინი თავისთან მიეწვია. სხვათა შორის სი ძინპინმა ეს უკვე გააკეთა. 5 დღე გადის და პუტინი უკვე სი ძინპინთან იქნება, მოусმენს და მიიღებს გარკვეულ მითითებებს. სხვათა შორის სი ძინპინმა განაცხადა, რომ აშშ დაღმავლობაშია. და დონალდ ტრამპმა უკვე იჩქარა ამის განეიტრალება. განაცხადა, რომ სი ძინპინმა ეს არ უთხრა აშშ-ის პრეზიდენტს პირდაპირ, არამედ თითქოს ჯო ბაიდენს გულისხმობდა. თითქოს სი ძინპინმა თქვა, რომ ამერიკა ჯო ბაიდენის დროს იყო დაღმავლობაში, მაგრამ ტრამპის დროს აყვავდა. აქ ახსნი რა იგულისხმებოდა. საქმე ისაა, რომ შეხვედრის დასაწყისში სი ძინპინმა ტრამპს უთხრა, თითქოს ჩვენ ძალიან საშიშ სიტუაციაში ვიმყოფებით. როდესაც ქვეყანა, რომელიც ჩქნება, ეცემა, რომელიც დაღმავლობაშია და ქვეყანა, რომელიც მხოლოდ იწყებს აყვავებას და წარმატებას, და ეს ორი ზესახელმწიფოა, ყოველთვის არსებობს რისკი, რომ ისინი შეეჯახებიან. თითქოს ისინი გარდაულად შეეჯახებიან სამხედრო კონფლიქტში. იმიტომ რომ ერთი ზრდას და აყვავებას ისწრაფვის, ხოლო მეორე ვერ ეგუება იმ ფაქტს, რომ დაღმავლობაშია. პირდაპირ ამას ეუბნება ტრამპს. და შემდეგ ტრამპი ამბობს: არა, თქვენ არასწორად გაიგეთ. მას ჯო ბაიდენი ქონდა მხედველობაში, არა მე, არა, რას ამბობთ, არი ფიქრობთ ეგ. გავრცელოთ. ირანი. ირანზეც ისაუბრეს. შეთანხმდნენ, რომ ჰორმუზის სრუტე ღია უნდა დარჩეს. ეს ირანთან დაკავშირებით ერთადერთი საჯარო ერთობლივი განცხადებაა. ჩინეთის კონკრეტული ვალდებულებები თეირანზე ზეწოლის მხრივ ნულია. ვაშინგტონმა ხაზი გაუსვა შეხედულებების მსგავსებას სტაბილიზაციის აუცილებლობაზე, მაგრამ აღიარა, რომ კონკრეტული ნაბიჯები შეთანხმებული არ ყოფილა. ტრამპმა ჟურნალისტებს შემდეგი ციტატა უთხრა: "დიახ, ეს განვიხილეთ. ეს ის კონფლიქტია, რომლის მოგვარებას ჩვენ გსურს ვიხილოთ." და ეს ყველაფერი. ანუ გსურს ვიხილოთ. ეს თითქოს იგივე არ არის, რაც შეთანხმება რაიმეს გაკეთებაზე. უკრაინა. უკრაინაც მოლაპარაკებების ცალკე დეტალი იყო. როგორც უცნაურად არ უნდა ჟღერდეს, ტრამპმა დაადასტურა, რომ ამ ველური დაუბანელი რუსების უკრაინის წინააღმდეგ ომის თემა მართლაც განიხილებოდა პეკინში სამიტზე. შემდეგ ციტატა. "დიახ, ჩვენ ეს განვიხილეთ. ეს ის კონფლიქტია, რომლის მოგვარებას ჩვენ გსურს ვიხილოთ. როგორც ხედავთ, ისე ვიხილოთ. ფაქტობრივად იგივეა. ორივე მხარეს სურს ომის დასრულება", განაცხადა ტრამპმა. აი სენატორმა ლინდსი გრემმა კი განაცხადა, რომ სი ძინპინს შეუძლია უკრაინაში ომი ერთი ზარით დაასრულოს. გასაგებია სად. მაგრამ ზარი ჯერ არ ყოფილა. სამაგიეროდ ვლადიმირ პუტინი პეკინში მიიწვიეს. ტაივანი. რა ხდება ტაივანთან დაკავშირებით? სი ძინპინმა კონფლიქტის შესახებ გააფრთხილა. ეს გუშინ განვიხილეთ. თუ ძალიან მოკლედ ვიტყვით, მან პირდაპირ ტრამპს უთხრა, რომ თუ თქვენ ტაივანთან დაკავშირებით ჩვენს აზრით არასწორ პოზიციას დაიგავებთ, ჩვენ აუცილებლად დაგიპირისპირდებით კონფლიქტში. ან თუნდაც ღია ომში. ამიტომ, სანამ რამე სიტყვით ტაივანზე დაფიქრდით, გჭირდებათ თუ არა კიდევ ერთი ომი ჩინეთთან. შედეგად, თეთრი სახლის ოფიციალურ რეზიუმეში ტაივანი საერთოდ არ არის ნახსენები. ეს ნიშნავს, რომ დიპლომატიური პროტოკოლის მიხედვით მნიშვნელოვანი შეთანხმებები მიღწეული არ ყოფილა. ამერიკულმა მხარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ახალი ვალდებულებები არ არსებობს. ანუ სი ძინპინი ლაპარაკობდა, ტრამპი უსმენდა, ტაივანი კი ისევ იქ დარჩა, სადაც იყო. ფაქტობრივად არაფერი შეცვლილა, მაგრამ მიუხედავად ამისა, სი ძინპინი ამოწმებდა ასეთი განცხადებების რიტორიკულ დასაშვებობას, თუმცა ტრამპმა პირველად აღიარა, რომ სი ძინპინთან ამერიკული იარაღის ტაივანისთვის მიწოდების საკითხი მაინც განიხილა. იშვიათ მიწა ლითონები. იშვიათი მიწის ელემენტების თემა ასევე განიხილებოდა, მაგრამ როგორც თეთრ სახლში განაცხადეს, ციტატა: "მხარეებმა შეთანხმებების გაგრძელების შესახებ არ განაცხადეს." რა შეთანხმებების? შეგახსენებთ, სავაჭრო ზავის ფარგლებში 2025 წლის შემოდგომაზე ჩინეთმა აიღო ვალდებულება არ შეეზღუდა იშვიათ მიწა ლითონების მიწოდება. ამ ზავის ვადა 2026 წლის ბოლოს იცურება. ამიტომ ტრამპი გაფრინდა ასეთი ზავის გაგრძელების დადასტურების გარეშე. და ეს რა თქმა უნდა რისკია. ხოლო ჩინეთმა ორმხრივი ურთიერთობების ახალი განსაზღვრება შესთავაზა. და სი ძინპინი ამბობს, მოდით მათ კონსტრუქციული სტრატეგიული სტაბილურობა უწოდოთ. ლამაზად ჟღერს. ეს არის ძველი რიტორიკის უარყოფა სტრატეგიულ კონკურენციაზე. ლამაზად ჟღერს, მაგრამ ეს არის ფორმულირება, რომელიც ჩინეთს აძლევს საშუალებას ილაპარაკოს თანამშრომლობაზე და ამავე დროს გააკეთოს ყველაფერი, რაც სურს. რა მოხდა რეალურად ამ ორ დღეში? ტრამპი და სი ძინპინი პირადად შეხვდნენ პირველად დიდი ხნის შემდეგ.
ეს თავისთავად მნიშვნელოვანია. ურთიერთობები სტაბილიზებულია, მაგრამ ჯერჯერობით სტაბილიზებულია. ანუ კონკრეტიკა მაინც ცოტა არის. შემდეგ. ჩინელები დათანხმდნენ ამერიკელებისგან შეიძინონ 200 Boeing-ის თვითმფრინავი და Nvidia-ს ვიდეო ბარათები ხელოვნური ინტელექტისთვის. ეს არის სწორედ ის ჩინეთის ბაზრის გახსნა ამერიკული კომპანიებისთვის. ილონ მასკიც სხვათა შორის დელეგაციაში იყო. ჯერ უცნობია რაზე შეთანხმდა ის. შემდეგი. ერთობლივი დეკლარაცია ხორმუზის სრუტეზე. მაგრამ ჯერჯერობით ეს მხოლოდ განცხადებაა. ასევე გვაქვს სი ძინპინის მოწვევა ვაშინგტონში 24 სექტემბერს. და რა გვაქვს? ვარდის თესლები, რომლებიც სი ძინპინმა უნდა გაუგზავნოს ტრამპს ვაშინგტონში. საერთო ჯამში ჩინეთმა აშკარად უფრო მეტი მიიღო ამ სამიტიდან, ვიდრე შეერთებულმა შტატებმა. აქციებtildeებს დავაყენებ. თქვენი აზრი და დასკვნები დაწერეთ კომენტარებში ამ გამოშვების ქვეშ. გამოიწერეთ არხი და აცკაპონეთ ზარზე და არ დაგავიწყდეთ ლაიქის დაჭერა თუ გსურთ. ხარი დაუჭირეთ ამ YouTube არხის მუშაობას. ამას ფინანსურადაც შეძლებთ ნებისმიერი დონატის საშუალებით. ან პასიანი სპონსორული გამოწერით. მულებითა და რეკვიზიტებით, რომლებიც მითითებულია ამ ვიდეოს აღწერაში, სულ ეს იყო. იზრუნეთ საკუთარ თავზე. ყველას მშვიდობით.